მოგვიანო და არა მარტო მოგესალმებათ დილის სამინისტრო გთხოვთ მიესალმოთ დილის მინისტრებს ნინო მეუნარგია და დავით მადლაფერიძე კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენ რადიო იმედს უსმენთ და დილის სამინისტროს კულმინაციური ნაწილი იწყება სტუმრის ბლოკი 23 წელი ფარმაცევტულ ბაზარზე და ნაბიჯ მწვერვალისკენ საქართველოში ევროპული მედიკამენტების პირველი ოფიციალური დისტრიბუტორი და საფთიაქო ქსელი სადაც 10,000-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი სამკურნალო კოსმეტიკისა თუ ჰიგიენური საშუალების მოძიება შეიძლება მრავალპროფილიანი კლინიკა დაზღვევა და ადგილობრივი ფარმაცევტული საწარმო PSP სახელს უკავშირდება კიდევ ერთი წარმატების ისტორია ჩვენი სტუმარი კი გახლავთ კომპანია PSP-ს მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი თორნიკე გურული თორნიკე დილომშვიდობისა მადლობა უთხრა საქართველოში სრულიად საქართველოს იმის ვინც გვისმეს ახლა დილის სამინისტროს ასე ქვია თქვენს გადაცემას დილის სამინისტრო ქვია და თორნიკე დღეს ჩვენ მოგვიწევს დილის სამინისტროს სპონსორზე PSP-ზე საუბარი ბუნებრივია. მგონი ხვდებით რომ 23 წელი იყო სტაბილურად ბაზარზე საქართველოში საკმაოდ დიდი გამოწვევა და თანაც იყო მუდმივად მზარდი კომპანია. რო გადავავლოთ თვალი ვთქვათ ისტორიას და ვნახოთ ამ 23 წლის განმავლობაში კომპანიამ რომელმაც დისტრიბუციით დაიწყო და დღეს ფაქტობრივად აერთიანებს ძალიან ბევრ მიმართულებას, როგორ განავითარა თავისი ისტორია. 23 წელი ეს არის წარმატების ისტორია, ეს არის ადამიანების ერთგულების ისტორია და თქვენ წარმოიდგინეთ რომ დღეს ის რომ PSP 23 წლისაა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საქართველოს განვითარებისთვისაც, რადგანაც ჩვენ უკვე გვყავს ესეთი კომპანიები, რომლებიც 23 წელს ითვლიან. PSP-მ რითმი აღწია ამ ყველაფერს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის ფიქრობთ და ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებელზე, ყოველთვის ვცდილობთ შევთავაზოთ მასზე ისეთი ტიპის პროდუქტები და ისეთი ტიპის ფასები, რომლებიც ჩვენი მომხმარებლებისთვის მისაღებია. შესაბამისადაც თვითონ მომხმარებელი არის ყველაზე მთავარი და ამ ჩვენმა მომხმარებლებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ 23 წლის განმავლობაში ვიყოთ ბაზარსა და ვიყოთ ნომერი პირველი საფთიაქო ქსელი და ლიდერი. იმისათვის რომ იყო ლიდერი და იმისათვის რომ იყო წარმატებული და იყო ნომერ პირველი ყოველთვის, ამისთვის შენ ყოველთვის გჭირდება დაუღალავი შრომა. და სწორედ დაუღალავი შრომა, რაც 23 წლის განმავლობაში PSP-ს მთელი გუნდისთვის იყო ნიშანდობლივი და შესაბამისად ეს დაუღალავი შრომა გრძელდება. ბუნებრივია, როდესაც 23 წლის ხარ კომპანია, რაღაცა განვითარებას აუცილებლად მოითხოვს, იმიტომ რომ ადამიანები ვითარდება, სამედიცინო სფეროები და ყველაფერი ვითარდება. შესაბამისად ჩვენ ყოველთვის გამოვრჩევდით ინოვაციით და ყოველთვის ვითარდებოდით ამ 23 წლის მანძილზე. თუ გადავხედავთ ბოლო წელსაც ჩვენ 22 წლის თავზე, როდესაც ახლა უკვე 23 წელი დგება, დავიწყეთ რებრენდინგი, ჩვენ სრულიად ახალი სტილით შევცვალეთ ჩვენი საფთიაქო ქსელი და გავხადეთ ის უფრო თანამედროვე. შესაბამისად 23 წლიანი ისტორია ეს არის განვითარების ისტორიაც ასევე, როდესაც ჩვენ ყოველთვის ვართ იქ თუ რა უნდა ჩვენს მომხმარებელს, სად არის ჩვენი მომხმარებელი და საერთოდ მიდის ჩვენი მომხმარებელი, ასე რომ მომხმარებელზე ორიენტირებული მათ ზრუნვამ და მათმა ერთგულებამ ასევე შექმნა ის წარმატების 23 წელი, რომელსაც შენ კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია ბაზარი თვითონ, იმიტომ რომ თქვათ მომხმარებელი დღეს ხედავს რომ რამდენიმე სოლიდური კომპანია არის ბაზარზე და ბუნებრივია გინდა არ გინდა აუცილებელია რომ შენ იყო დამკვიდრებული ამ ბაზარზე და იყო დინამიკაში. აი ამ კონკურენტულ თქვათ გარემოს მინდა შევეხოთ და რამდენად თქვათ ჯანსაღია ეს კონკურენცია და სიტუაცია ზოგადად. კონკურენცია ყოველთვის ძალიან კარგია, იმიტომ რომ თუ კონკურენტი არ ყავს ვერ ვითარდება. შესაბამისად, როდესაც კონკურენტი ყავს, ყოველთვის უფრო განვითარდე და უფრო ახლოს იყო შემომხმარებელთან. PSP-ს ყველაზე ნიშანდობლივია ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასები. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ ყველაზე დაბალი ფასები გქონდეს მედიკამენტებზე თუ მოვლის საშუალებებზე, რომელიც ჩვენს ქსელში იყიდება. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასები გვაქვს, ჩვენი წარმატების ფორმულის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ის 100 მ, რომელსაც ჩვენ ფლობს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ქსელში ძალიან ბევრი პროდუქტია, რომელიც წარმომავლობაც არის დასავლეთ ევროპული. მაგალითისთვის გვაქვს მედიკამენტები, რომლებიც მხოლოდ ევროპაში იწარმოება, ასევე გვაქვს კოსმეტიკის საშუალებები, რომლებიც ევროპაში იწარმოება და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გარდა იმისა, რომ გაქვს
საუკეთესო ფასები გქონდეს, საუკეთესო ასორტიმენტი და გქონდეს კარგი ქსელი. ჩვენ დღეს 200-მდე აფთიაქს ვითვლით სრულიად საქართველოში. შესაბამისად, ხელმისაწვდომობა მომხმარებლისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ PSP არის ის კომპანია, რომელიც თითქმის ყველა უბანში, ყველა სახლთან ახლოს დგას, რათა მომხმარებლისთვის ადვილი იყოს ჯანმრთელობასა ზრუნვა და იმ მაღალ ხარისხიანი მედიკამენტების მიღება, რომელიც ჩვენ გზაში ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. და ბუნებრივია, ეს ყველაფერი არ იქნებოდა თუ არ გვეყოლებოდა პერსონალი, ჩვენი ფარმაცევტები, რომლებიც მაღალ კვალიფიციური იქნებოდნენ, რომლებიც დაეხმარებოდნენ ადამიანებს იმაში, რომ ეცხოვრათ უფრო ჯანსაღად და მქონოდათ უფრო ჯანმრთელი ცხოვრება და თანამშრომლებს ოდნავ მოგვიანებით მინდა უფრო ვრცლად რო ისაუბროთ გუნდზე ბუნებრივია, რომელიც ქმნის ამ კომპანიას. მანამდე მინდა რებრენდინგის თემას დაუბრუნდე. თქვენ ახსენეთ, რომ 1 წელია ფაქტობრივად რებრენდინგი მიმდინარეობს. ბოლომდე მოხდა ყველა აურესივე ვთქვათ აფთიაქის გადაიარაღება თუ ეს კიდე პროცესი? ჩვენ რებრენდინგის პროცესი, ანუ ახალი ბრენდით მუშაობა დავიწყეთ დაახლოებით აპრილის თვეში გახსენეთ პირველი პილოტური აფთიაქი და დავაკვირდით სიტუაციას, როგორ მიიღებდა ამ ჩვენ ახალ კონცეფციას მომხმარებელი. აღმოჩნდა, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის ახალი კონცეფციის აფთიაქები აბსოლუტურად მისაღებია. რას ითვალისწინებდა ეს ახალი კონცეფცია? ახალი კონცეფცია ითვალისწინებდა, რომ ჩვენთვის მთავარი საყრდენი წერტილი, როგორც იცით, PSP ჩემი ოჯახის აფთიაქია და ოჯახია. შესაბამისად, ოჯახს 3 კომპონენტი ჭირდება, რაც აფთიაქმა შეიძლება მისცეს. ერთი არის ჯანმრთელობის კომპონენტი, იმისათვის რომ ადამიანი იყოს ჯანმრთელი, ამისთვის ჭირდება სხვადასხვა ტიპის მედიკამენტები და ასე შემდეგ და ვიტამინები და ასე შემდეგ და ეს კომპონენტი იყო მთავარი და ამიტომ ჩვენ შევქმნით ჯანმრთელობის ზონა, რომელიც აფთიაქის სახით არის წარმოდგენილი. შემდგომი არის ოჯახზე ზრუნვის ზონა. ოჯახზე ზრუნვის ზონაში ჩვენ გვაქვს ყველაფერი ბავშვებისთვის და თავისმოვლისთვის და მესამეა სილამაზის ზონა. სილამაზის ზონაში ჩვენ გვაქვს ყველაფერი ის რაც ჭირდება ადამიანებს, რომ იყვნენ უფრო მეტად მომხიბვლელები. აქ გვაქვს ჩვენ დიდი არჩევანი ფრანგული და ევროპული კოსმეტიკის და სწორედ ამ საკალმო ზონირებებმა ზრუნვა იმაზე, რომ ჯანმრთელობა არის მთავარი ადამიანისთვის, მოგვცა შესაძლებლობა, რომ ახლებური ტიპის კონცეფცია გაგვეკეთებინა. ამ კონცეფციაზე ჩვენთან ერთად ქართველთან ერთად ბრიტანელი ექსპერტებიც მუშაობდნენ, მათთან ერთად გავაკეთეთ ეს პროექტი და ძალიან მოხარულები ვართ, რომ PSP-ს განახლებულმა აფთიაქებმა მომხმარებლის ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და უფრო მეტი მომხმარებელი სტუმრობს დღეს PSP-ს, იმისათვის რომ იყოს უფრო მეტად ჯანმრთელი, უფრო მეტად იყოს მომხიბვლელი და უფრო მეტად იზრუნოს საკუთარ ოჯახზე. თუმცა მიმდინარეობს ეს პროცესი და მე რამდენადაც ხვდები გაგრძელდება და ეს პროცესი მიმდინარეობს. ეს რამდენიმე წლიანი პროექტია, როდესაც ჩვენ რამდენიმე წელს სრულიად საქართველოს მოვიცავთ და მთლიან საქართველოში განხილებული ტიპის აფთიაქები გვექნება. როდესაც ჯანმრთელობაზეა საუბარი და ამეთანხმებით, რომ ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ამ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც აღიარებს თქვა ევროპა, თქვენ რამდენჯერმე ცალსახად გავუსვით ხაზი დასავლეთ ევროპულ პროდუქციას. თქვა ის ჯილდოები, რომელიც აქვს კომპანიას და ხარისხის აღიარების და დამადასტურებელი დოკუმენტები. PSP-ს ხარისხის კონტროლის რამდენიმე მექანიზმი აქვს და შესაბამისად ყველაფერი რაც PSP-ში შეიძლება მკაცრად კონტროლდება ხარისხის სხვადასხვა ხარისხის შემოწმების სხვადასხვა საფეხურზე. ყველა პროდუქტის წარმომავლობის სერტიფიკატი და ასე შემდეგ ამაზე არც უნდა ვისაუბროთ, რადგანაც ეს თავისთავად ცხადია. და ნომერი პირველი ვერ იქნები რაღაც სფეროში თუ შენ არ ფიქრობ ხარისხზე და შესაბამისად ხარისხის ზრუნვა არის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. ვაკეთებთ ჩვენ საქმეს, რაც ვიცით და რაც მოგწონს, მაგრამ ვაკეთებთ ამ ყველაფერს ხარისხიანად და სწორედ ამ მიდგომამ მენეჯმენტის განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენ გავხდით ნომერ პირველი სააფთიაქო ქსელი და დღეს ჩვენ ყველაზე მეტად შერჩეული ვართ ჩვენი მომხმარებლის მიერ, ანუ მომხმარებლები ყველაზე მეტ უპირატესობას გვანიჭებენ ჩვენ, იმიტომ რომ არა მარტო ფასია მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის და ყველასთვის ცნობილია, რომ PSP ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასებს თავაზობს მომხმარებელს, არამედ ხარისხიც, რომელსაც ჩვენ განაწილებთ. ეს ნდობა, ვთქვათ, ფასი, ხარისხი კიდევ რა შეიძლება იყოს? კვალიფიკაცია, რომელიც შეიძლება რომ კვალიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს სპეციალური ტრენინგ ცენტრი, რომელიც მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე. ყველა თანამშრომელი აბსოლუტურად არის უმაღლესი სამედიცინო განათლებით, რომელიც ფარმაციის მიმართულებით არის
ჩამოყალიბებული და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ მედიცინა ვითარდება, ჯანდაცვის სფერო ვითარდება, ყველაფერი ვითარდება და ყოველთვის უნდა იყოს ჩვენი ფარმაცევტი საქმის კურსში თუ რა ხდება ამ სფეროში. მუდმივი განვითარება, მუდმივი ტრენინგები აძლევს საშუალებას ჩვენ ფარმაცევტებს რომ ისინი იყვნენ უფრო მეტად კვალიფიციური და ისინი იყვნენ იმ საქმის ექსპერტები, რომლებსაც ისინი აკეთებენ. კი ბატონო, მრავალპროფილიან კლინიკაზე, დაზღვევაზე და ადგილობრივ ფარმაცევტულ საწარმოზე, ასევე გუნდზე ჩვენ მოგვიწევს საუბარი უკვე რეკლამის შემდეგ და მანამდე რასაკვირველია გვექნება შესაძლებლობა მოვისმინოთ ასევე ინფორმაცია საცობების შესახებ, ქალაქში არსებული საცობების შესახებ. ჩვენ დაახლოებით 5 წუთში დავბრუნდებით. მადლობა რომ გვისმენთ. თქვენ იმყოფებით დილის სამინისტროში. დილის სამინისტრო. მდგრადი გართობა დემოკრატიული საქართველოსთვის. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარია PSP-ს მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი თორნიკე გურული. თორნიკე, ჩვენ გავაგრძელოთ საუბარი ლოიალობაზე, გათამაშებაზე, ფასტაკლების ბარაზე. პრინციპში ძალიან ბევრი პროდუქტი აქვს PSP-ს, ამიტომ მინდა რომ ყველაფერი მოვასწროთ დროის ამ მონაკვეთში. მოდი დავიწყოთ ლოიალობით, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა. დიახ, როგორც მოგეხსენებათ, PSP-ს აქვს ჩემი ოჯახის ბარათი, ჩემი ოჯახის ბარათი ერთ-ერთი განსაკუთრებული ბარათია ზოგადად ერთგულების ბარათებს შორის საქართველოში, რადგან ამ ბარათით შესაძლებელია როგორც ფასტაკლების მიღება, ასევე მომხმარებელი აგროვებს ღიმილებსაც, რომლის გადაცვლაც შემდეგ შეუძლია კონკრეტულ პროდუქტებზე, რომელიც ჩვენ სააფთიაქო ქსელში იყიდება. ჩვენ დაახლოებით მილიონი ადამიანი გვყავს, რომელიც დღეს ჩვენს ერთგულების ბარათს, ჩემი ოჯახის ბარათს მოიხმარს და ამ ჩემი ოჯახის ბარათით ისინი ფასტაკლებასთან ერთად როგორც აღნიშნე სხვა ტიპის საჩუქრებსაც იღებენ და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მოგეხსენებათ PSP უკვე 10 წელია რაც ამ ბარათს მომხმარებლისთვის გასცემს და ასე რომ წელს საიუბილეო წელიც არის, რადგანაც ამ ბარათს 10 წელი უსრულდება და ამ საიუბილეო წელთან დაკავშირებით ჩვენ საიუბილეო გათამაშებასაც ვამზადებთ. როგორც მოგეხსენებათ, PSP უკვე დაახლოებით 150-მდე სხვა მომხმარებელი გამოავლენა, რომელსაც ძვირადღირებულ საჩუქრებს ვურიგებთ ხოლმე. ჩვენთან გათამაშებაში იყო ბოლო სეზონზე უკვე მინა, ავტომობილი, 2000 დოლარიანი ხელფასი. ჩვენ საიუბილეო გათამაშებას კვლავ გავაგრძელებთ, სადღაც მარტის შუა რიცხვებიდან ბოლოდან ჩვენ კვლავ დავიწყებთ გათამაშების პროექტს. ეს იქნება უკვე ბარათის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული გათამაშება, სადაც მომხმარებელს უფრო სოლიდურ და უფრო საინტერესო პრიზებს შევთავაზებთ და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მომხმარებელზე ზრუნვა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ რაღაც პროდუქტი შესთავაზო, საუკეთესო ფასი შესთავაზო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომხმარებელზე ზრუნვა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ პროდუქტისა და კარგი ფასის შესთავაზება. ეს არის ერთგულება და ეს არის მომხმარებელზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და სხვა მიმართულებით ვცდილობთ ხოლმე, რომ ჩვენ მომხმარებელი გამანებივროთ და შესაბამისად PSP-ს ქსელში ყოველთვის საინტერესო სიახლეებია და ამ საინტერესო სიახლეებს ყოველთვის ვაწვდით ხოლმე ჩვენს მომხმარებელს და შესაბამისად ჩვენი ერთგულების ბარათის 10 წლის თავით, რომელიც 2017 წელს არის საშუალებას გვაძლევს, რომ კიდევ უფრო მეტად გამანებივროთ ჩვენი მომხმარებლები. კი ბატონო, აპლიკაციაზე მინდა ვისაუბროთ, რომელიც ძალიან საინტერესოა და რამდენადაც ვიცი შესაძლებლობას გაძლევს, რომ პირდაპირ შეიძინო აპლიკაცია. როგორც მოგეხსენებათ, PSP არა მარტო ლიდერი კომპანია, არამედ ინოვაციური კომპანია, სწორედ ეს ინოვაციურობა განაპირობებს ჩვენ ლიდერობასაც. PSP ერთადერთი ამ ბაზარზე, რომლის აპლიკაციათაც შესაძლებელია პროდუქტების ყიდვა, მაგალითად სახლიდან გავუსვლელად მობილური ტელეფონის საშუალებით, ან ვთვისაც მობილური ტელეფონით არ უნდა შესყიდვა, ასევე ონლაინ შეუძლია პროდუქტების შეძენა და პროდუქტები სახლში მიუვა ადამიანებს, ვისაც სახლიდან გასვლა ეზარება, ან სამსახურიდან გასვლა ეზარება. ასევე ძალიან მარტივია, ჩვენ უმარტივებთ ადამიანებს პროდუქტების შეძენის შესაძლებლობას და ვაწევთ საშუალებას, სადაც არ უნდა იყვნენ გზაში, მობილური ტელეფონი მთავარია თან ქონდეთ, სახლში, სამსახურში, მიიღონ ის მომსახურება, რომელიც ჩვეულებრივად მათ შეუძლიათ მიიღონ ასევე აფთიაქში. ასე რომ ინოვაციურობა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია PSP-ს წარმატებისა. ფარმაცევტების კვალიფიკაციაზე ვისაუბრეთ გადაცემის პირველ ნაწილში, ახლა მინდა ზოგადად გუნდზე ვისაუბროთ და ვთქვათ იმ ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან უკვე 23 წელია ამ კომპანიას, ლიდერ კომპანიას და ვთქვათ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც PSP-ს გუნდის წევრს უნდა გქონდეს. PSP-ს გუნდში ჯგუფი რო ავიღოთ მთლიანად, დაახლოებით
დაახლოებით 5000-მდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, ყველაზე პირველი რაც არის და რაც მთავარი კრიტერიუმია იმისთვის რომ ჩვენ გუნდში ადამიანი მოხდეს, ეს არის პროფესიონალიზმი, იმიტომ რომ თუ არ იქნება ჩვენი გუნდი დაკომპლექტებული პროფესიონალებით, ჩვენ არ ვიქნებით ნომერ პირველი კომპანია. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ ადამიანებს შევუწყოთ ხელი იმაში რომ გახდნენ უფრო მეტად პროფესიონალები. თითქმის ყველა მიმართულებით ჩვენ ვფლობთ ჩვენს ტრეინინგ ცენტრს, ასევე მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლები გავაცნოთ იმ სიახლეებს, რომელიც მსოფლიოს ბაზარზე არის და ამიტომ ყოველთვის ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც კარგად ვიცით, ყოველთვის ვითარდებით, იმიტომ რომ თუ ადამიანი ჩათვლეს, რომ ყველაფერი იცის და განვითარება არ ჭირდება, ჩემი აზრით ის მაშინ შეწყვეტს განვითარებას და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი ყოველთვის ვითარდება. შრომის სიყვარული, რაც მთავარია დისციპლინა და მოწესრიგებულობა, ეს კომპონენტები ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროსთვის და იმ გუნდისთვის, რომელიც PSP-ში მუშაობს. მენელი ყავს და არ დავალოდოთ დიდხანს გაიკითხა ურსასმენი და მოусმინოთ შეკითხვა იქნება სავარაუდოდ მას. მოგესალმებით დილო მშვიდობისა, მადლობა რომ გვირეკავთ, გამარჯობა. ასეთი შეკითხვა მაქვს. აი როცა კოსმეტიკური ნაკრებები იყიდება თქვენ PSP საფრთხეში. ის ხო შეფუთული უნდა იყოს და ის შეიყიდებოდეს ხო მთლიანობაში? მე მინდოდა ეს ნაკრები მეყიდა მაგალითად სახალხოდ ნაკრები იყო თან მithom რეკლამაში მოვისმინე და მე აი ეს ასე ის აი ტანისგელი ეს ფასი აი ეს ასე ნაკრებიდან მეულობა და ეს რანაირად ცალსაკე მithრენ მადლობა ქალბატონის არისთვის. დიახ, სხვა მომწოდებელი სხვადასხვა ტიპის სასასწრაფო ნაკრებს აკეთებს ხოლმე. თქვენ პოლონური ბრენდი შეგრჩებიათ და ძალიან კარგი ბრენდი, რომელიც ძალიან პოპულარულია ქართულ მომხმარებლებს შორის. კონკრეტული სიტუაციის შესახებ ნაკლებად შემიძლია, მაგრამ ზოგიერთი ნაკრები არის შეფუთული, ზოგი არის რამდენიმე პროდუქტის გაერთიანება ნაკლებად შეფუთული, თუმცა ესეც არ არის პრობლემა, თუ თქვენ დარეკავთ ხოლმე ხაზზე, რომელიც არის ფიფკი 20 თქვენ აუცილებლად დაგეხმარებიან ყველა საკითხის გადაჭრაში. ზეპირად იცი ყველა პროდუქტი, რაც აქ არის ჩამოთვლილი. თითქმის ზეპირად ვიცი განსაკუთრებით წარმომავლობაც. მათი წარმომავლობაც განსაკუთრებით კოსმეტიკური საშუალებები, რადგანაც მე ხშირად ხვდები ხოლმე იმ მომწოდებლებს, რომლებიც არიან ევროპიდან, მაგალითად ჩვენ ქსელში არის ყველასთვის ცნობილი ფრანგული ბრენდები, ესეთები როგორც არის კოდალი, ესტადერმი, ბიოდერმა, ანუ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებას ვანვითარებთ და კოსმეტიკა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და ჩვენ ვცდილობთ ხოლმე ყოველთვის რომ რაც შეიძლება მომხმარებას ისეთი ტიპის შევთავაზოთ, რომ მათ მაგალითად არ დაჭიროთ საფრანგეთში წასვლა. ჩვენ ახლა დავიწყეთ ჩვენს ქსელში ტოპი კრემის გაყიდვას, რომელიც ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია საქართველოს ბაზარზე. ასევე გვაქვს პოლონური ბრენდი ჟიაია, რომელიც ძალიან პოპულარულია ბაზარზე და ჩვენი რადიო მსმენელები სწორედ პოლონური ბრენდი ჟიაიას მომხმარებელი აღმოჩნდა. ისე როგორც გვაქვს მაგალითად გერმანული ბრენდი სებამედი, რომელიც მხოლოდ გერმანიაში იწარმოება, არც ერთი მისი ინგრედიენტი არ იწარმოება გერმანიის გარდა. შესაბამისად იმისთვის რომ კონდეს რაღაცა ტიპის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიან ბრენდებთან ვითანამშრომლოთ. და მოხარულია რომ ჩვენმა ჩვენს მსმენელმა სწორედ PSP-ზე შეარჩია არჩევანი და სწორედ ერთ-ერთი პოლონური ბრენდი შეარჩია, რომელსაც ჟიაია ქვია. კი ბატონო, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად PSP-თვის, თქვა თავად მომხმარებლების შეფასება, და ფაქტობრივად ამ ადამიანმა დაარეკა და დირექტორისგან გაარკვია რეალურად ამ თავის კითხვაზე პასუხი. Რამდენად არის თქვა შესაძლებლობა შეაქვს გარკვეული ანკეტა ან ჩააგდო, თქვა ფიდბექი როგორ უნდა მიიღო, თქვა როგორ მუშაობს. ჩვენ ვართ ჩემ აზრით ერთ-ერთი ყველაზე მომხმარებაზე ორიენტირებული კომპანია. PSP-ს ყველა აფთიაქში არსებობს ფორმა, რომელიც შეუძლია მომხმარებას შეავსოს ნებისმიერი სურვილის შემთხვევაში. ასევე ჩვენ შეგვიძლია 24 საათის განმავლობაში მივიღოთ Facebook-ის საშუალებით, PSP-ს ოფიციალური Facebook-ის საშუალებით ნებისმიერ შეტყობინებამ მე ჩვენ პასუხობ. ასევე გვაქვს ცხელი ხაზით ფიფკი, რომელსაც მომხმარებელი რეკავს და იღებს ყველა საჭირო ინფორმაციას და შეუძლია პირადად მოვიდეს და გითხრას თუ რა სურს და ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებს ხომ. ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ ხომ მომხმარებლის კვლევებს, რასაც მომხმარებელს ვეკითხებით,
თუ რა არის ის რაც მოსწონთ, რა სურვილი აქვს, რას ფიქრობენ ჩვენ შესახებ, რადგანაც მომხმარებაზე ორიენტირებულობა გვაქვს საშუალებას იმისა, რომ ჩვენ ვიყოთ უფრო მეტად წარმატებული და ვიყოთ ნომერი პირველები, როგორიც ვართ დღეს. როგორ წარმოგვიდგენია კომპანიის განვითარების შემდეგი ეტაპი, იმისთვის რომ ეს ნომერ პირველი, თქვათ, სტატუსი არ დაკარგო, რა უნდა გააკეთო დღეს? პირველ რიგში ჩემი აზრით ჩვენ მიმართულებას სწორადაც ავიღეთ, რომ უნდა შევცვალოთ ის აფთიაქებიც, რომლებიც ჯერ არ შეგვიძლია, ანუ ახალ კონცეფციაზე გადავყვანოთ, რადგან ჩვენი მომხრობელი განვითარდა, საქართველო განვითარდა, ადამიანები განვითარდნენ და რადგანაც მომხრობელი განვითარდნენ, საქართველო განვითარდა და ყველაფერი ვითარდება, ჩვენც უნდა განვითაროთ ჩვენი საფთიაქო ქსელი, ის რებრენდინგის პროცესი, რომელიც დავიწყეთ, აუცილებლად უნდა განვითაროთ მომავალში და სრულიად საქართველოს უნდა მოვიცოთ. მეორე, ჩვენ უნდა გავხსნათ კიდევ ახალი აფთიაქები, როგორც ჩვენი მომხრობელს ცნობილია, ჩვენ ვაფართოვებთ ქსელს და უკვე ახალი აფთიაქები გავხსნით ისეთ რეგიონებში, რომელშიც საერთოდ არ ყოფილვართ, მაგალითად ახალქალაქში, მაგალითად ბაკურიანში, მაგალითად საჩხერეში, ანუ ჩვენ რეგიონულ გაფართოებასაც ვაწარმოებთ და ვცდილობთ, რომ იმ რეგიონებში მივცეთ PSP-ს მომხმარებლებს საშუალება იყვნენ ჩვენი ერთგულები, რომ რეგიონშიც აქამდე არ ყოფილვართ, ანუ ჩვენ აუცილებლად უნდა გავაფართოვოთ ქსელი და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგია 2017-2018 წლისთვის და ასევე შევთავაზოთ ინოვაციური პროდუქტები, ისეთი პროდუქტები, რომლის მოთხოვნა ჩვენს მომხრობელს აქვს. თორნიკე, ძალიან მნიშვნელოვანია კადრები და ამეთანხმები და რაღაცნაირად მადლობა ღმერთს, რომ ამ ბოლო ხანს კომპანიებს აქვთ სურვილი, რომ ეს კადრები არა ვთქვათ რაღაცა უშუალო ახლობლობით ან ნაცნობობით და ჩაწყობით მოაწყონ, არამედ ქუჩიდან მოძებნონ, ასე ვთქვათ, ვაკანსიების გამოცხადებამდე. შესაძლებელია, ვთქვათ, რიგით ადამიანს, რომელსაც უნდა რომ ამ გუნდის წევრი გახდეს, ვთქვათ, აქ შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია მოვიდეს და ვთქვათ, სამსახური დაიწყოს თქვენთან. მინდა მოგახსენოთ, რომ PSP მუდმივად აცხადებს ვაკანსიებს, განსაკუთრებით მოთხოვნადია დღეს ფარმაცევტის პროფესია და ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე, რომ რაც შეიძლება ბევრი ფარმაცევტი თავისუფლად შესაბამისად არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ ოფისში ეწვიან ჩვენს კომპანიას და სპეციალური სივრცეებია მოწყობილი ცენტრალურ ოფისში PSP-ში ფარმაცევტებისთვის, ვისაც სურს ჩვენთან დასაქმება, ასე მუდმივად ვანთავსებთ ხოლმე ცნობილ ვებგვერდებზე ჩვენს ვაკანსიებს და ძალიან გვიხარია თუ ჩვენ გუნდს გააძლიერებენ პროფესიონალი კადრები, განსაკუთრებით ფარმაცევტები. და სიახლეებზე მინდა უშუალოდ რომ საუბრობთ, ჩვენ ვილაპარაკეთ მეტნაკლებად ამ მომდევნო 2 წლის სტრატეგიაზე, მაგრამ თუნდაც დღევანდელ ღონისძიებაზე, რომელიც არის დაგეგმილი. დიახ, დღეს ჩვენი დამფუძნებლის ერთ-ერთი მიმართულება იხსნება, ეს არის PSP ჯგუფის ერთ-ერთი შვილობის ვერ ვიტყვი კომპანია, ჩემპიონთა აკადემია, როგორც ცნობილია, ბარვისის მეთოდი არსებობს, ასეთი Discovery-ზე გადიოდა შოუ, ბარვისის შოუ და ეს ეხაც გადის ხოლმე ხანდახან და ბარვისმა შემუშავა სპეციალური მეთოდოლოგია ფიზიკური მომზადებისთვის, რომელიც დაფუძნებულია სპორტულ მეცნიერებაზე და საქართველოს ხდება პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც ბარვისის მეთოდის საშუალებით მოამზადებს ფიზიკურად ადამიანებს, სპორტსმენებს და არა მარტო სპორტსმენებს, ჩვეულებრივ ადამიანებს. დღეს 12 საათზე ოფიციალურად გაიხსნება პირველი ჩემპიონთა აკადემია ევროპაში, რომელიც ბარვისის მეთოდის საშუალებით შეძლებს თავის მომხმარებელს სპორტსმენებს თუ არა სპორტსმენებს გამომაცემს და მე როგორც ვიცით თქვენ რეპორტაჟიც გაქვს ამასთან დაკავშირებით და მე ბევრს აღწერთ ამ გამოშვებაში და სიახლეები და ამით დავამთავროთ დღევანდელი ჩვენი საუბარი კონკრეტულად თქვათ უახლოეს მომავალში კიდევ რა სიახლეებზე იქნება. უახლოეს პერიოდში ჩვენ შევეცდებთ რომ კიდევ ბევრი ახალი აფთიაქი გავხსნათ და მარტის შუა რიცხვებიდან დავიწყოთ ახალი გათამაშება, რათა მომხმარებელი უფრო მეტად მოგებული იყოს. სულ მალე 1 მარტია ქალთა თვე იწყება მთლიანად PSP-ში და ჩვენს მომხმარებელს ფრანგულ კოსმეტიკას და იმ სასაჩუქრ ნაკრებს, რომელიც დარეკა ჩვენმა მომხმარებელმა ამ პროდუქტებზე შევთავაზებთ სპეციალურ ფასებს და ცალკეულ პროდუქტებზე შევთავაზებთ საჩუქრებსაც, ასე რომ ქალთა თვეს, მთელ მარტის თვეს ჩვენ აღნიშნავთ განსაკუთრებულად. კი ბატონო, წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენს ბუნებრივია კომპანიასაც. კიდევ ერთხელ შევახსენებ მსმენელს, რომ პირდაპირ ეთერში ვესაუბრებთ კომპანია PSP-ს მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორ თორნიკე გურულს
23 წელი ფარმაცევტულ ბაზარზე და ნაბიჯ მწვერვალისკენ. ეს არის ქართულად რეალურად PSP-ს აბრევიატურის თარგმანი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდე მოგვიწევს შეხვედრა და საუბარი მომდევნო წარმატებებზე. წარმატებას უსურვებს სრულიად საქართველოს და თქვენს რადიო იმედს. დიდი მადლობა. ამით ჩვენ დავამთავრეთ დღევანდელი გადაცემა. მე გისურვებთ მშვიდობიან შაბათ-კვირას და უქმეებს. პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით 2 შაბათს დილის 8 საათზე. მადლობა რომ გვისმენთ. 2 შაბათს, 4 შაბათს და პარასკევს გვისმენთ ჩვენ. 3 შაბათს და 5 შაბათს სხვა სამინისტროს. შაბათ-კვირას და ისვენით ყველასგან.